როცა გშია ზაქარია, ცივი ჭადიც შაქარი. ჩვენი წინაპრები გენიოსები იყვნენ. გადასარევად იცოდნენ, რა მნიშვნელობა ჰქონდა შაქარს და რატომ იყო მისი მიღება აუცილებელი. როცა ადამიანს შია, ორგანიზმი მარტივი ნახშირწყლების ძებნას იწყებს. შესაბამისად, ცივი ჭადი შაქარია, ცხელი ჭადიც შაქარია, ღომით შაქარია, პურით შაქარია, ციცივურად შაქარია, ჰერკულესით შაქარია და ნებისმიერი მარტივი თუ რთული ნახშირწყალი საბოლოო ჯამში შაქარი. თავარია რომ შენ მიიღო შაქარი იმდენი, რომ შენმა ორგანიზმმა სრულად დახარჯოს, გარდაქმნას იგი ენერგიას და არ დააგროვოს ცხიმში. სხვა დანაშაულება შაქარს არ აქვს, ან უნდა დაიხარჯოს, ან უნდა დაგროვდეს. შესაბამისად, თუ გაინტერესებს, როგორ მიიღო შაქარი სწორად, მომწერ, მოდი, ვილაპარაკოთ.